Დღემშვიდობისა ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერშია ინტერაქტივი, მე კი ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია ვარ, ამ დროიდან ველოდებით თქვენს არებს ეკრანზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე. ძალიან მძიმე თემა გვექნება, გადაცემის დასაწყისშივე მინდა ვთხოვო მაყურებლებს და რადიო მსმენელებს, ეკრანს მოაშორეთ არასრულწლოვნები და ეკრანს მოაშორეთ აგრეთვე სუსტი გულის მქონე ადამიანები, ასეთ პიროვნებებს ვთხოვ, რომ ნუ უყურებენ იმ კადრებს, რომლის გაშვებაც დღეს საუბრის პარალელურად ჩვენ მოგვიწევს. ახალგაზრდებში გახშირებულია ძალადობის და ფაშისტური იდეოლოგიის გავრცელების ფაქტები. ძალადობა დანაშაული ეს ყოველდღიურობად იქცა და სახელმწიფოც ამ კუთხით გარკვეულ რეაგირებას ახდენს, მაგალითად ამ დღეებში დაკავებულია 13 არასრულწლოვანი, რომლებსაც სწორედ ამ მუხლით წარუდგინეს ბრალი, ხოლო ცოტა ხნის წინ უფრო ადრე იანვარში 16 პირი დააკავეს, მათ შორის 10 არასრულწლოვანი იყო, მათ ბრალად ედებათ ეს ფაშისტური იდეოლოგიის გავრცელება, რომელიც გულისხმობდა ძალადობას, სისასტიკეს და აგრეთვე ქურდობას და მრავალ დანაშაულს. თბილისის პროკურატურის არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველომ ჯგუფურად წამების, გამოძალვის, ძარცვის, ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე არაერთი პირი დააკავა და ბრალი წაუყენა მათ. ამის შესახებ ინფორმაციას სწორედ პროკურატურა ავრცელებს, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებულები წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს ორგანიზებულად და ჯგუფურად ესხმოდნენ თავს. ამცირებდნენ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, ძალადობდნენ მათზე და აწამებდნენ. ძალადობის ამსახველ კადრებს კი ხშირ შემთხვევაში ავრცელებდნენ ინტერნეტის მეშვეობით. გამოძიების მიხედვით ეს ახალგაზრდები საკუთარ თავს ნეონაცისტებად მოიხსენიებდნენ, მოქმედებდნენ ფაშისტური იდეოლოგიის გავლენით, მიზნად ისახავდნენ ძალადობის გზით გავლენის და ცნობადობის გაზრდას. ძალიან მძიმე თემა გვაქვს და მეთანხმებით ინტერაქტივის შეკითხვა კი ასეთია, თქვენი აზრით რა იწვევს არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის, ძალადობის გახშირებას და მათ შორის ფაშისტური იდეოლოგიის გავრცელებას და რა შეხედავთ გამოსავალს. ჯგუფურად ესხმოდნენ თავს ადამიანებს, ხშირად წინასწარი შერჩეული ადამიანები ჰყავდათ ამისთვის, განსაკუთრებული სისასტიკით სცემდნენ და აწამებდნენ ახალგაზრდებს და ბავშვებს და არასრულწლოვნებს მათ შორის. ხშირად ირჩევდნენ მათ, ვინც არ ჰგავდა მათ და მათი იდეოლოგიის გამტარებელი არ იყო. ვიდეოებს იღებდნენ და ეს ვიდეოები ინტერნეტით ვრცელდებოდა. ძალიან მძიმე ფაქტები ვლინდება ამ ბოლო დროს. ამას ემატება უამრავი ფაქტი კრიმინალის ძარცვის უკაცრავად ბევრი რამ დაგროვდა, ანუ ამის თქმა მინდა და თქვენ რა შეხედავთ ამის მიზეზებს, რა არის გამოსავალი, ინტერაქტივის თემების სწორედ ეს გახლავთ. ზარია ეთერში, გისმენთ? ილია, გამარჯობა. გამარჯობა. არ გამიგიშო რა ძალიან აქვს ხო მოკლედ ბრძანეთ გთხოვთ და არავითარ შემთხვევაში არ გაგითიშავთ, ჩვენ ყველა სიამოვნებით ვუსმენთ. რისი თქმა მინდა მე? ბავშვებში რა იწევს ამ ძარცვას და შიმშილობა და უკონრობა? სხვა რა იწევს? ეს ერთი. მეორე მინდა ძალიან შევეხო ამ საკითხს. როდესაც ამ დღეებში დაჯდა ის რა ქვიან, ამერიკის ციფრინავი. მანამდე დაურეკა მარკო რუბლიო იმას, კობახიძეს. და გვაინტერესებს რა საიდუმლოებები მიდის, გითხრა სწავლობამ გამოვიდეს. ჩვენ ხომ მშვიდობა გველოდება და ცუდი ყველაფერი გველოდება. გვეშინია მოსახლეობა სულო გვაინტერესებს. დიდი მადლობა. გამოვიდეს სწავლობამ და გითხრა. დიდი მადლობა, გასაგებია თქვენი სათქმელი. არ არის ჩემი აზრით საშიში არაფერი აქვს. გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოვიდა და თქვა, რომ ირანთან ომის დასრულება არის სრულებით მოსალოდნელი, რადგან ირანის პრეზიდენტმა მას ოფიციალურად მიმართა და ომის დასრულებას თხოვა. ასე რომ, შეგვეშინდება ამ შემთხვევაში ურაფერს რაღაც ტექნიკური საკითხებია ალბათ. მე ამის ექსპერტი არ ვარ, დღეს კი ჩვენ გვეყოლება ამ ეთერში სხვადასხვა სტუმრები, სხვადასხვა გადაცემები, მათ შორის სამხედრო თემატიკაზე გურამ ნიკოლაიშვილის და იქ ისაუბრებენ ყველაფერს. თუმცა მთავრობამ ღიაობა უნდა გამოიჩინოს ამაში გეთანხმებით და აუხსნას ხალხს ყველაფერი. თქვენი აზრით რა იწვევს არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის გახშირებას, მათ შორის ძალადობას და ფაშისტური იდეოლოგიის გავრცელებას და რა შეხედავთ გამოსავალს? ამ დღეებში 13 არასრულწლოვანი დააკავეს, სწორედ ამ მუხლით. იანვარში 16 პირი, მათ შორის 10 არასრულწლოვანი დააკავეს
და ეს არის სხვაში წვეთი შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი ინფორმაცია გვსმენია იმ შესახებ, რომ ბევრად მასშტაბურია ასეთი ტიპის დაჯგუფებები და თქვენი აზრით საფუძველი საიდან მოდის, როდესაც ეს ხდება ქვეყანაში და საკმაოდ დიდ მასშტაბებს იძენს და კადრებისთვის კიდევ ერთხელ არ ვიცი გაფრთხილებას გავაკეთებ, რომ ძიმე კადრებია და სუსტი გულის მქონე ადამიანებმა არ უყურონ და არც სასურველია, რომ ბავშვებმა ნახონ ეს კადრები. თუმცა დაფარულია აქ სახეები, სახელმწიფო უწყებების მიერ არის ეს ვიდეოები გავრცელებული. ზარია ეთერში, გისმენთ? ეთერში ხართ, გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. გენაცოლი? შემოილია. დიახ. აი ამ არასასწრაფო სცენებს რო უყურებ და უყურებ და ტელევიზორში ის რა იცის? რა? რა უნდა ტელევიზორს გამოურთეთ ხმა, ტელევიზორს. შობლები და გამოუყურები უყურადღება, მაგრამ კარგით, არა. ვერ მოგისმენთ ქალბატონო, ტელევიზორს თუ არ გამოურთავთ ხმას, თავიდან დარეკეთ გთხოვთ და მოემზადეთ. აბსოლუტურად უნდა მოემზადოთ ეთერის წინ, როგორც ჩვენ ვემზადებით წამყვანები ამ არხზე და სხვა ნებისმიერ არხზე. არ შეიძლება რომ ტელევიზორის ხმა ბრუნდებოდეს, უნდა გამორთოთ ეს ხმა ბოლომდე და ტელეფონში თქვათ თქვენი სათქმელი. ამას გაიგებს მთელი საქართველო. როგორია ქვეყანაში განათლების ხარისხი? ახალგაზრდები, მათ შორის უფრო მეტად არასრულწლოვნები არიან თუ არა სწავლით დაინტერესებული და თუ არა, მაშინ აქაც რა არის მიზეზები? მოდით ესეც გავაცნობიეროთ და გავიაზროთ. რა ზომები უნდა მიიღოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ ეს პრევენციული ხასიათი შეიძინოს ამ ზომებმა, ამის თქმა მინდა. ჩვენ ახლა ეს ახალგაზრდები დავაკავეთო ამბობს ხელისუფლება 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათო. რომ გავავ თქვათ ეს 15 წელი ის ახალგაზრდები, ვინც გამოვლენ, როგორი დაბრუნდებიან საზოგადოებაში? გაკეთილშობილებულები, გამოსწორებულები დაბრუნდებიან? მხოლოდ ციხეა თქვათ გამოსავალი თუ რაღაც სხვა ზომებიც უნდა მიიღოს პრევენციული სახელმწიფო. და ეს ადამიანები კი არ დაღუპოს 15 წლიანი ციხით, არამედ რაღაც გამოასწოროს. და ვიდრე დანაშაული მოხდება, მანამდეც პროპაგანდის თუ განათლების სფეროს თუ რელიგიის თუ ნებისმიერი სხვადასხვა სფეროების ჩართულობით სკოლებში თუ სხვადასხვა სფეროებში სახელმწიფომ უნდა გააკეთოს რაღაც სამუშაოები, გასწიოს. ჩვენ ვხედავთ აგრეთვე ძალიან საგანგაშო ვითარებას სკოლებში მარიხუანასთან დაკავშირებით. რომ სკოლის ეზოში, უკანა ეზოში ეწევიან მაღალი კლასის წარმომადგენლები მარიხუანას, ასეთი ფაქტები გახშირდა, იმიტომ რომ ხელმისაწვდომი გახდა ეს მარიხუანა. გახშირებულია და ძალიან ხშირია ბოლო წლებში ალკოჰოლის მოხმარება არასრულწლოვნებში და სკოლის მოსწავლეებში. თამბაქო ჩვეულებრივ ამბავად იქცა. ფსიქოტროპული მედიკამენტები ვრცელდება ესეც. და ამას მოიხმარენ ეს ბავშვები, შემდეგ რაღაც ფაშისტურ ჯგუფებს ქმნიან და სჩადიან ასეთ დანაშაულებებს, რამაც სხვათა შორის ცოტა ხნის წინ გვახსოვს, რომ აი დაახლოებით ასეთმა ჯგუფმა 28 წლის მასწავლებლის სიცოცხლე იმსხვერპლა, მოკლეს. ახალგაზრდა კაცი მოკლეს. მსგავსი დაჯგუფების წევრებმა. გიგა ავალიანზე მაქვს საუბარი, ეს არაჩვეულებრივი პედაგოგი 28 წლის და მისი დედა როგორ იბრძვის დღემდე და ყველას ეუბნება რომ არ გაჩერდეთ თუ რაიმე მსგავს შეესწრებით უკან არ დაიხიოთ და იბრძვის სხვა შვილების და სხვა ადამიანების სიცოცხლისთვის. ჩვენ ინტერაქტივში ვსვამთ ასეთ შეკითხვას, რა არის ამის მიზეზები, რატომაც ეს ასე გახშირდა, ასეთი დანაშაული, არასრულწლოვნების ქურდობა, ფაშისტური იდეოლოგია, ძალადობა ერთმანეთში, აი ვხედავთ კადრებს. ჩვენ ვიცით, რომ ბავშვები, არასრულწლოვნები აგრეთვე სამწუხაროდ აზარტულ თამაშებზეც არიან დამოკიდებული. და შემდეგ ვალები უჩნდებათ, ამ ვალების გასასტუმრებლად ცდილობენ, რომ რაღაცა დანაშაული ჩაიდინონ. ისე არ გამიგოთ ახლა, რომ მე ყველა არასრულწლოვანზე ვსაუბრობ, სწორედ ამ პრობლემურ ჯგუფებზე მაქვს ყურადღება გამახვილებული. და რაშია გამოსავალი? ამ კითხვას უსვამ ჩვენს მაყურებელს და რადიო მსმენელს, რომელიც თავისი გამოცდილებით და თავისი სიბრძნით შემოგთავაზებს რაიმე გზას. როგორ უნდა მოერიოს ამ ყველაფერს სახელმწიფოც და საზოგადოებაც უნდა მოერიოთ. ჩვენი პრობლემაც არის ეს. აგრეთვე სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე
საგამოძიებო უწყების წარმომადგენელმა თქვა, რომ თუ კი შეესწრებით რაიმე მსგავს ინციდენტს, ან ინფორმაცია გაქვთ, რომ ასეთი რამ ხდება, დაუყოვნებლივ გვაცნობეთ ჩვენო, რომ თავიდან ავირიდოთ სისასტიკე, ვინმეს გარდაცვალება, მკვლელობა და ასე შემდეგ. ეს უმტკივნეულესი თემაა ჩვენს ცხოვრებაში დღეს. როგორი ბავშვები გვეზრდება, ხომ ეს გვაწუხებს. ვიცი რომ აბსოლუტური უმრავლესობა კარგი და წესიერია, მაგრამ ეს დიდი პრობლემაც სახეზეა. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ, ახლა ხაზი თავისუფალია. სტუდიის ტელეფონის ნომერი გახლავთ 557 88 55 88. თქვენი აზრით რა იწვევს არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის ზალადობის გახშირებას და მათ შორის ფაშისტური იდეოლოგიის გავრცელებას. ეს არის ჩვენი კითხვა და გამოსავალიც ბუნებრივია. ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა, თქვენ ეთერში ხართ? ტელევიზორს გამოურთეთ ხმა. კარგით, გავთიშოთ ეს ზარი, გავთიშოთ. არ არის საკმარისი რომ ჩაწეული გქონდეთ. ტელევიზორს ხმა ბოლომდე უნდა გამოურთოთ, როდესაც პირდაპირ ეთერში შემოდიხართ. ეს ჩემი დიდი თხოვნაა. აზარტული თამაშების თემა სხვადასხვა კვლევების საგანი გახდა და ყოველი მეოთხე, მეხუთე არასრულწლოვანი ჩართულია ამ აზარტულ თამაშებში ინტერნეტის მეშვეობით. უფროსების პირადობის დოკუმენტებით და მოწმობებით რეგისტრირდებიან და ჩართული არიან ამ თამაშებში. ვიმეორებ, მარიხუანა, ალკოჰოლი, ფსიქოტროპული მედიკამენტები ვრცელდება. და ეს უბიძგებს ადამიანებს, რომ რაღაც ესეთი ცუდი ჩაიდინოს, ალბათ. ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა, მოგესალმებით. მე ვფიქრობ, რომ ეს არავითარი არ გაჭირვება, არ დაახინება, ეს ყველაფერი არის ინტერნეტიდან და აი სწორედ ეს ნულოვანი ტოლერანტობა რო შემოიტანეს წინასწარ მთავრობაში, ბავშვისთვის უბრალოდ ბოდიში და ტრაკოზე ხელი რომ მიგიწია იწუში რომ ეკავდა ზალადობა არის მშობლებზე, აი ზუსტად აი ახალგაზრდობა არის თავში ავადილი, აშვედილი პიროვნებები. მე თქვენ შენესაც იმას სიტუაციას ხშირად გისმენთ, ხან თანახმოვა რაღაცა შეიკითხება, ხან უკმაყოფილება ამაზე არ აისახება, მაგრამ რასაც შეეხება დღევანდელ ცხოვრებაში, აი ახალგაზრდობა სწორედ აღზრდა რაღაცა ის კი არ არის და განახლება კი არ არის. აი ამ ზედამოკიდებულმა ინტერნეტმა უტირა დედა ყველაფერს. ბოდიში და მაპატიე. მადლობთ ზარისთვის, გასაგებია თქვენ ინტერნეტი არის ძალიან საინტერესო რამ, საიდანაც ცოდნის მიღება შეუძლია ადამიანს, მაგრამ ბევრი ცუდი რამ შეიძლება აგრეთვე იქ შეიტყო, ნახო და გიბიძგონ რომ გააკეთო. ამიტომ აქ ოქროს შუალედია საჭირო, მშობლების ჩართულობაა საჭირო, მაგრამ ზოგიერთი მშობელი თვითონ არის აღსაზრდელი და როგორ უნდა მოვთხოვოთ რომ შვილი აღზარდოს. ამიტომ სახელმწიფოს როლიც მნიშვნელოვანია, განათლების სფეროც მნიშვნელოვანია, სოციალური დაცვის და ბავშვთა სააგენტოების აქტიური მონაწილეობა ალბათ საჭიროა. მე არ ვარ ამ სფეროს სპეციალისტი, მე თქვენთან ერთად როგორც მოქალაქე ვმსჯელობ ამ ყველაფერზე. ზარია ეთერში, გისმენთ? მოგესალმებით. გამარჯობა, მოგესალმებით. ძალიან კარგი თემა წამოჭერით თქვენა და ეს ეთერის ბრალია ჩემო კარგო, ჩემი სუბიექტური აზრია. ეს იმის ბრალი აი დააკვირდით 80 წლებში, უფრო ადრე 70 წლებში, ყველა რომ მუშაობდა, ყველას რო შემოსავალი ჰქონდა, ხო? არავის უკვე იმის ცუნება არ ქონდა, იოლი გამდიდრების ან რაღაცის გამიგედა. ას პოლიტიკაზე საუბრობენ, ამ 70-იან წლებში ვინმე ლაპარაკობდა რიგითი მოქალაქე პოლიტიკაზე. ყველა თავის სამსახური ქონდა, ყველა თავის საქმეს მიხედავდა ხოლმე და რაღაცა და ეხლა ხდება იმიტომ აი ამ მოზამბეზე თქვენ ბატონ გიგავალიანის მაგალითი მოიყვანეთ, ხო? ეს იმიტომ რომ ვიღაცა რაღაცა აფინანსებს და იოლად უნდა გამდიდრება რა ვიცი რა თქვა ესეთი ხალხი რანაირად მოიხსენიო არ ვიცი და
დიდი მადლობა. მადლობა თქვენს არესთვის, ჩემო ბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ. თქვენი აზრით რა იწვევს არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის და ძალადობის გახშირებას და მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებსაც, რაც აგრეთვე კვლევებით ძალიან ხშირია. ფაშისტური იდეოლოგიის გავრცელებას რა იწვევს? აგრეთვე რაც სახეზე გვაქვს. ორი ჯგუფია უკვე დაკავებული ფაშისტური იდეოლოგიის, რომლებიც საკუთარ თავს ნეონაცისტებს უწოდებდნენ თურმე. და ამ იდეოლოგიის ფარგლებში აწამებდნენ, ცემდნენ, ახალგაზრდები ერთმანეთს მაღაზიებს ძარცვავდნენ, წინასწარ შერჩეულ მსხვერპლებს უსაფრდებოდნენ, საშინელებები ხდებოდა თურმე ჩვენს თვალწინ და ეს არ გვწოდნია. მე არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ ახლა ჩვენი არასრულწლოვნები რაღაც ყველა ასე არა, არანაირად აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი არასრულწლოვნების, ჩვენი სტუდენტების ყველაზე წესიერები და კარგები და წიგნიერებიც არიან, მაგრამ რაღაც ნაწილი საკმაოდ დიდი ჩანს უკვე ეს ნაწილი, აი ასეთ იდეოლოგიაშია გახვეული. რა არის აქ გამოსავალი და მიზეზებს ატხედავთ? ზარია, გისმენთ? ალო. გამარჯობა, თქვენ ეთერში ხართ. გამარჯობა, გენაცალე. მე პირველ რიგში ვთვლი იმას, მამის მიზეზს, რომ მშობლები არიან ყველა თითქმის საზღვარგარეთ მუშაობენ. მშობლები, ხო. ეს სასულია. ოჯახი არ მეგულება, რომ არ იყოს სასული ერთი ან ორი. სარცები მიტოვებული არიან დილიდან საღამომდე. არა არის საქმეები, არა არის სასმელი. გამდაქნათ ბავშვა. ან უნდა ითამაშოს თამაშები, ან უნდა მოიპაროს და ძალაუნებურად ვარდება ამისამა პრესი. დიახ. მადლობ თქვენ. გამოსავალი იქნება გენაცვალე, ის რომ მშობლები დაუბრუნდება ყურადღება მიაქციონ თარეშის, მაგრამ ჩვენ თანობა არ აქვს გენაცვალე. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ თანობა არ არის. დიდი მადლობა თქვენს არესთვის, ქალბატონო. ცენტრალურ უბნებში ხდება აგრეთვე ძალიან მძიმე ფაქტები მსგავსი. მე მაგალითად პირადად ვარ შემსწრე ერთი პერიოდი, როდესაც ობიექტივის ოფისი ორბელიანზე იყო, გვიანობამდე, როდესაც გვიწევდა ჩვენ მუშაობა, მაშინ ხედავდით ფანჯრიდან, რომ გვიანობამდე ქუჩაში დაეხეტებოდნენ არასრულწლოვანთა ჯგუფები, რაღაც ბანდის სტილის, რომლებსაც ვამჩნევდით ხოლმე, რომ ჯიბიდან რაღაც ტაბლეტებს იღებდნენ და მოიხმარდნენ, ზოგ შემთხვევაში ალკოჰოლის ბოთლებით დადიოდნენ და შემდეგ მთელი ღამე დარბოდნენ, ამტვრევდნენ ყველაფერს, ანადგურებდნენ. რაღაც მომენტში გამოჩნდებოდა ხოლმე პოლიცია, დაედევნებოდა მათ, მაგრამ ესენი გაიქცეოდნენ. თუ ვთქვათ მოასწრებდა პოლიცია მათ შეჩერებას, რამდენიმე კითხვას დაუსვამდა და შემდეგ უშვებდა, იმიტომ რომ კანონმდებლობა არასრულწლოვანებთან მიმართებაში ძალიან განსხვავებულია. და აქ რა ოქროშუალედია, რომ საზოგადოებაც, ბიზნესიც დაცული იყოს, თავად ამ ახალგაზრდებსაც რომ იდეოლოგიური ცოდნა ჩამოუყალიბდეთ და ეს იდეოლოგია ვიღაცამ უნდა გაავრცელოს. როგორ უნდა მოხდეს ეს თქვენი აზრით? გისმენთ? გამარჯობა, ჩემო ილია, გენაცვალე. სრულად გეთანხმები იდეოლოგიის სიმცირეა ჩვენთან. თუ იდეოლოგია არ იქნება ეროვნული, სამშობლოს სიყვარული, ოჯახის სიყვარული, ერთმანეთის პატრიოტიზმი, არაფერი გვეშველება, ჩემო კარგო. ბავშვი აქ არაფერი შუაში არ არის არასოდეს, იმიტომ რომ ის ბავშვი ვერ იზრდება, კაი გამოვიდოდა, რომ კარგი აღზრდელი ყოლიყო, სკოლაშიც კარგი მდგომარეობა ყოფილიყო, სკოლას არ აგავს, არაფერი ოჯახი ოჯახს არ აგავს. რას აკეთებენ ეს ბავშვები, ეს მომავალი თაობა. მოუშალეს ყველაფერი, რაც კარგი იყო, ის დაცინისაგნად აქციეს, ჩემო კარგო. ზრდილობაშო დასცინებ, იდეოლოგიაშო დასცინებ. იმასო დასცინებ, რომ საერთობელაზე რომ მიდგენ სამშობლოსათვის და მაგაშო დასცინებ და ტანკს შეუვარდნენ და თავს იკლავდნენ სამშობლოსათვის, ეს დაცინისაგნად იქცა ჩემო ილია. აი მაგიტომ მოხდა ყველაფერი ეს და ამიტომ საჭირო გამოსწორდეს განათლების სისტემა ჩადგეს წყალში, კონტროლი ბავშვს ყოველთვის უნდა. ბავშვმა რა იცის რა გააკეთოს, არ იცის.
ამიტომ საჭიროა კონტროლი და იდეოლოგია კიდევ ერთად სიტყვი გენაცვალე. აი მე ძალიან გულიმწყდება ილია, რო ვფიქრობ, არავინ კაციშვილი ამაზე კრინც არ აძრავს. რა ქონდა ჩვენ ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ისა შესაწყისი. მე არ ვიცი რისთვის იყო იკრიბებოდა ხალხი, როცა უდიდესი ეროვნული ინტელექტი იყო ჩვენს ქვეყანაში. როგორი პატრიოტიზმით სუფერდა და სწორედ ის პატრიოტი ხალხი როგორ მონუსხეს, როგორ გაუვედრეს და იმიშენე დაიღუპა საქართველო. ეს არის უცხო იმპერიალისტების გავლენა ჩვენზე. კარგად იძიეს შური ჩვენზე, გენაცვალე. შური იძიეს. გასაგებია. მადლობთ ზარისთვის. იმ ნაწილში მე ვიზიარებ თქვენს მოსაზრებას, რომ რაღაცნაირად ავტორიტეტების მოსპობა მიმდინარეობს მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო, ახლა გაგრძელდა. ამ ქვეყანაში ვერ დაიბადა ვერც ერთი ადამიანი, ვინც ლაფში არ ამოსვარეს, სცადეს ყოველ შემთხვევაში. ჩვენი მოსაწონი ვერავინ ვერ გაჩნდა საქართველოში. ყველას მიმართ რაღაცა პრეტენზია გვაქვს ბოლოს. ტელევიზორს ჩართავ მაგალითად, ვინ სხედან პარლამენტში, ვინ ისხდნენ წინა წლებში. სამაგალითო ხალხი გამოდის პოლიტიკოსების სახით ტელევიზიიდან, პარლამენტიდან, სამთავრობო უწყებიდან, გნებავთ ოპოზიციის დიდი ნაწილიდან. მაგალითს აძლევს ვინმეს ეს ხალხი ვინც გამოდის? თუ არა, პირიქით, ვინც მოიპარა, ვინც აწამა, ვინც დანაშაული ჩაიდინა, ვინც იქურდა, ვინც დიქტატურა დაამყარა, ის ხალხი წარმოჩენილია როგორც კარგი ხალხი ტელევიზიით. და ამას რომ უყურებს ახალგაზრდა, რა სურვილი უნდა გაუჩნდეს. ზარია ეთერში, გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობა. თქვენ ახალგაზრდობის თემას შეეხეთ, რა თქმა უნდა, ძალიან არის ძალიან ისეთი ფაქტები, ძალიან ბევრი, რომ მკვლელობები მოხდა, დაჭრები მოხდა, სიკვდილიანობა რამდენი აი ამ თუნდაც არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი, აი ამ ეს დანაშაულები საიდან ხდება? მე ვფიქრობ, კი შეიძლება რაღაცაში მშობლებით ასავებდეს რაღაც, მაგრამ აი კანონმაც უნდა შეუწყოს ხელი რა მხრივ, რა უნდა არასრულწლოვან ბავშვს ქუჩაში ღამით რო დაბოდიალობს და დადის. მე პირადად ძალიან ბევრჯერ დამინახავს და შემინიშნავს, რომ ჯგუფ-ჯგუფად არიან, იგინებიან, ლარჯებიან, მე ღამის 2 საათზე, 3 საათზე, ხანიკით მიდიან, ხანიკით მოდიან. ამის წინ დავინახე, რომ მოდიოდა ორი ჩხუბობდნენ ერთად. და რომ მოდიოდა პატრულის მანქანა, გადახვიეს ხელი ერთმანეთს. რომ არ დაენახა პატრულს, რომ ისინი ჩხუბობდნენ. შემდეგ გაიარა პატრულის მანქანა. ნუ ერთი სიტყვით ახლა მე ისეთი არაფერი მოხდა და მნიშვნელოვანი და წავიდნენ მე დასურდნენ ერთმანეთს თუ რაღაც იყო, მაგრამ ხო ხდება რომ შემდეგ ეს მე ძალიან უფრო მეტ ჩხუბში გადადის და დაპირისპირებაში გადადის. მე არ ვიცი, ახლა მაგნიშნა ქალბატონმა რომ მართლა ეროვნული ქვეყანა ვიყავით და მართლა პატრიოტული ქვეყანა ვიყავით. ჩემს ბავშვობაში ეგრე ვერ იტანწალებდი. κανავინე გართობას გიშლიდა, ან კაფეში შესვლას გიშლიდა, მაგრამ ყველაფერი იყო ნორმალურ ფარგლებში. ეხლა რაც შეეხება სკოლას, ჩემი შვილი დადის სკოლაში, მაგრამ ნამდვილად ცუც ვერაფერს ვერ ვიტყვი მასწავლებლებზე, ვერ დირექტორზე, ვერ მანდატურებზე, იმიტომ რომ არ ვიცი ეს სკოლა ასეთი სკოლაა, იმიტომ რომ ხშირად მესმის, აი ეს სკოლაშიო ფუჭდებიან ბავშვებიო, თუ კი რაღაცას ახლა ბავშვები ზოგჯერ ცელქობენ და ზოგჯერ ბავშვები არიან, ჯერ პატარები არიან და შემდეგ რაღაც კამაჭი ყოველთვის მასწავლებელს აქვს ურთიერთობა ყველა მშობელთან, დამრიგებენ. ძალიან კარგი. და ყოველთვის მეუბნები ჩემს შვილს, დედა, კიდევ რომ შენი დანაშაული იყოს რაიმე. მე შენ არ აგიყვირდები, არ ხსენ, მითხარი და მე შენ გზას გიჩვენებ. მადლობთ ქალბატონო. დიდი მადლობა. და კანონმდებლობაში უნდა მიიღონ კანონი. მე არ ვიცი ეს კანონი საიდან არის შემოსული და თუ კი სამსახური არ აქვს ადამიანს, სრულყოფილად არ აქვს უფლება ქუჩაში მოდიარდეს. დიახ, მადლობა. თუ რაიმე მიზნობრივი მიზეზებით არ არის ქუჩაში გამოსული არასრულწლოვანი ღამის საათებში, აი უნდა იყოს კი გადამოწმება და
უნდა მოსთხოვონ რომ თუ არაფერი საქმე არ აქვს ქუჩაში და ვერ ასაბუთებს რატომ არის გარეთ კი გეთანხმებით ამაში თქვენი აზრით რა იწვევს არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის ძალადობის გახშირებას და მათ შორის ფაშისტური იდეოლოგიის გავრცელებას რაში ხედავთ აგრეთვე გამოსავალს ჩვენ ამ დღეებში ვნახეთ რომ 13 არასრულწლოვანი დააკავეს რომლებიც ძალადობდნენ ფაშისტურ იდეოლოგიას ავრცელებდნენ ნეონაცისტებად მიიჩნევდნენ საკუთარ თავს და ამ სახელს უწოდებდნენ უფრო ადრეც იანვრის თვეში ამ წელს 16 პირი დააკავეს მათ შორის 10 არასრულწლოვანი ამ ადამიანებს ამ ბავშვებს შეიძლება ასე ვთქვათ პირდაპირ 15 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ და ესეც ალბათ სამსჯელო საკითხია ფსიქოლოგებმა, სფეროსპეციალისტებმა, სასულიერო პირების ჩართულობით უნდა იმსჯელონ. ეს 15 წლიანი ციხეა გამოსავალი, ვთქვათ, თუ რაღაც სხვა. 15 წლის შემდეგ ეს ახალგაზრდა რომ გამოვა, მთელი ცხოვრება დანგრეული ექნება და ფსიქიკა შერყეული და საერთოდ სულ სხვა ადამიანი გამოვა უარესით ჩემი აზრით. ციხე არ აკეთილშობილებს. რაღაც სხვა გზები უნდა მოიძებნოს. რომ არც ცხოვრება დაენგრეთ ამ ახალგაზრდებს და სწორ გზაზე დადგნენ. თუმცა ციხეც და შესაბამისი პირობების ციხეც ალბათ რაღაც შემთხვევაში დასაშვებია მე არ ვამბობ ახლა რომ პატიმრობა არავის არ უნდა მიუსაჯოთ ხო ამის თქმა კი არ მინდოდა კარგად გამიგეთ. ზარია ეთერში გისმენთ? ეთერში ხართ გისმენთ? კარგით არის მის ხმა სამწუხაროდ 5-5-7 88-55-88 როგორია ქვეყანაში განათლების ხარისხი უზრუნველყოფს თუ არა სკოლა ბავშვებში სწორი ცნობიერების ჩამოყალიბებას და სწორად აღზრდას ბავშვების განათლების სისტემა და ის პროგრამა რასაც გადიან ბავშვები არის თუ არა თქვენი აზრით კარგი დახვეწილი მისაღები მე მხოლოდ კითხვას ვსვამ არანაირი რიტორიკა აქ არ არის ვიცით რომ მარიხუანას გავრცელება სკოლებში გახშირებულია ბოლო წლებში განსაკუთრებით რაც ეს კანონები შეამსუბუქა ხელისუფლებამ თამბაქო ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ალკოჰოლის მოხმარების შემთხვევები ძალიან ხშირია მიუხედავად იმისა რომ არსებობს რაღაც შეზღუდვები მაგალითად მაღაზიაში ვერ იყიდის არასრულწლოვანი თამბაქოს და სასმელს მაგრამ მაინც ახერხებენ ამას ფსიქოტროპული მედიკამენტების მოპოვებასაც კი ახერხებენ და მიღებას და აზარტული თამაშებით დაინტერესებას მიუხედავად იმისა რომ ეს ყველაფერი კანონით აკრძალულია ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობა. იცით რა, შეიძლება ფაშისტური ორგანიზაცია არ ერთხმას, მაგრამ ისედაც ძალადობდნენ ახალგაზრდები. ჯერ ერთი ოჯახიდან ბევრი რამე მოდის. მე წინამთავრობიდან, ახალი თავრობიდან რამდენი გავიგეთ სამწუხაროდ ქალბატონო მაპატიეთ არის მის თქვენი ხმა იქნებ კიდევ ერთხელ ვცადოთ რამე თქვით გაითიშა ზარი ავტორიტეტების მოსპობის მცდელობა მრავალწლიანმა ალბათ ეს შედეგი მიგვაღებინა რელიგია სკოლებში უნდა ისწავლებოდეს თუ არა მაგალითად რელიგია არის ყველაზე მნიშვნელოვანი სკოლებში იმისთვის რომ ეს ძალადობა და ძალადობის სურვილი არ გაუღვივდეს ადამიანს იმიტომ რომ ჩვენი მართლმადიდებლობა სიკეთეს სიყვარულს და უფროსის პატივისცემას ქადაგებს ზარია ეთერში გისმენთ ტელევიზორს ხმას რომ გამოურთავთ ხელახლა დარეკეთ არც ერთ შემთხვევაში არ მოგისმენთ თუ ტელევიზორს არ გამურთავთ როცა რეკავთ მაშინ 5-5-7-88-55-88 თქვენი აზრით რა იწვევს არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის ძალადობის გახშირებას და ფაშისტური იდეოლოგიის გავრცელებას ზარია გისმენთ გამარჯობა მოგესალმებით თქვენც ასევე მე და აქტუალურ საკითხებს საუბრობ და ყველა გულისხმილია რა კითხვებსა იცით მათალი ჟანდები ძალიან კარგი ადამიანები მიცხოვთ მეცნიერები პედაგოგები მუდმივად უნდა გამოდიოდნენ ტელევიზიები უნდა ისაუბრებოდნენ ახალგაზრდებს იდეოლოგიურად აღიზარდონ სულიერი მოძღვრების საუბრები უნდა მოისმინონ ხშირად ჩვენი წმინდანების დიდი წინაპრების ცხოვრების ისტორიას უნდა გაეცნონ. აი ამ საკითხებს თუ გაეცნობა ახალგაზრდა
მაშინ ძალადობრივი იმედები აღარ ისმება გაქრება და მე მგონი დაადგება ორგზას და აი ეს არის იდეოლოგია გარკვეული რომელსაც უნდა ახორციელებდეს და ატარებდეს ქვეყანაში ჩვენი პოლიტიკური სისტემა ხელისუფლება აი მაგალითად ტელევიზიის რო ჩასავ სულ ისეთ კინოფილმებს აჩვენებენ სადაც არის მუდმივად ძალადობრივი მდგომარეობა დაძაბული დრამატული სიტუაცია რაც ადამიანის ფიზიკაზე და განწყობაზე ყველაფერზე მოხდეს ძალიან უარყოფითად ანუ უნდა მოდიოდეს მუდმივად საუკეთესო და დადებითი იმპულსები და ენერგეტიკა და ყველგან ყველაფერში არის უარყოფითი ენერგია ჩადებული ხუდი ინფორმაცია დაძაბულობა ეს ყველაფერი ბავშვის ფსიქიკა ძალიან ნაზია და ძალიან ფაქიზია ეს ყველაფერი ბავშვზე მოქმედებს უარყოფითად და ამას ჭირდება სისტემური მართვა შემდგომი ორგანოებიდან და შესაბამისი სამსახურებიდან. დიდი მადლობა. ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, თუ არსებობს საქართველოში ისეთი სამსახური, რომელიც სწავლობს ახალგაზრდები, რომლებიც ამთავრებენ ინსტიტუტს, უმაღლეს სასწავლებელს, ხდება თუ არა მათი დასაქმება პროფესიის მიხედვით. თუ არსებობს ასეთი სამსახური, არ მსმენია სიმართლე გითხრათ. დიახ და ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება აზროვნავს თავის მოსახლეობაზე. დიდი მადლობა თქვენ რომ დაგვიკავშირდით. გამოძიების მიხედვით ეს ახალგაზრდები საკუთარ თავს ნეონაცისტებად მოიხსენიებდნენ, მოქმედებდნენ ფაშისტური იდეოლოგიის გავლენით, მიზნად ისახავდნენ ძალადობის გზით გავლენის და ცნობადობის მოპოვებას. ჯგუფურად ესხმოდნენ თავს ადამიანებს, ხშირად წინასწარ შერჩეულებს. განსაკუთრებული სისასტიკით სცემდნენ, აწამებდნენ ადამიანებს, მათ შორის თავიანთ თანატოლებს. ხშირად ირჩევდნენ მათ, ვინც არ ჰგავდა ამ დაჯგუფების იდეოლოგიას. განსხვავებული აზრი და ცხოვრების სტილი ჰქონდა ასეთ ადამიანებს და ბავშვებს ირჩევდნენ თურმე. ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ 13 ადამიანი გუშინ დააკავეს გუშინ წინ იანვარში 16 კიდევ ბევრი ასეთი შემთხვევა არსებობს და გვსმენია ამის შესახებ, რაში ხედავთ გამოსავალს და საიდან მოდის ეს პრობლემა? გისმენთ? ალო. გამარჯობა, თქვენ ეთერში ხართ? გაგიმარჯოთ. დიახ. ეს არის ფასეულების უარყოფა, რომელიც მიდის სახელმწიფო პოლიტიკიდან. დაასრულეთ ბატონო. თუ ეს არ გამოსწორდა, არაფერი არ ეშველება მაგას. და უთანასწორობა, რომელიც არსებობს საზოგადოებაში. ამაზე არავინ არ მიეწავს გულს. ეს ჩვენ თუ არ დავიცავთ, ეს უთანასწორობა, ბალანსი არ არის დაცული. არ იცვლიან, რამდენია საშუალო კლასი, რამდენია მაღალი კლასი, საჭიროებული. ამას ყველაფერს სტატისტიკა უნდა იყოს, არსებობდეს. და ამის მიხედვით უნდა მეეთხოვოს მთავრობას პასუხი. არა ის, რომ დეპუტატს აქვს 16,000 ლარი ხელფასი. ეს არის უსანასწორობა. პლუს ამასთან დამატებით ბიზნესები უნდა სამშობლოს ცნება საერთოდ დაიკარგა რა. რა უნდა წაუკითხო შენ ბავშვს? ისიც ასე იქცევა. მადლობ, დიდი მადლობა თქვენს არისთვის. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ავტორიტეტების წინააღმდეგ გალაშქრება ეს ჩვენს ქვეყანაში ძალიან პოპულარული იყო და არის ახლაც. ერთი ადამიანი ვერ დაიბადა ამ პატარა საქართველოში, ვისაც ექნებოდა რაღაცნაირად ისეთი სახელი, რომელსაც ჩირკს ვერ მოსხებდნენ და უბრალოდ ვერ შეეცდებოდნენ ამას, რომ ნამდვილად ყავს ასეთი ადამიანები, ვინც დაიმსახურა ერის სიყვარული, მაგრამ ხომ გამოჩნდნენ ისეთი პიროვნებები, ვინც შეეცადნენ მათთვისაც კი ჩირკი მოეცხოთ და ეს იწვევს ამას, რაც ხდება ალბათ. არ არის არავინ ავტორიტეტი ცნობადი ვინც ხდება, ის ყველა რაღაც საძაგლობას აკეთებს. პარლამენტში მწამებლები და დამნაშავეები ისხდნენ, ახლას ხედან ისეთი ხალხი, ვინც ყველაფერზე ხელს აწერენ და ყველაფერზე თანახმა არიან. პოლიტიკოს რომ შეხედავ, პოლიტიკოს არ გავს, მის წარსულს გადახედავ,
ვინ იყო, გვახსოვს და ეს კაცი როგორც კეთილსინდისიერი ისე გამოხავთ, მოკლედ ავტორიტეტების მსხვერპლად იწევს ამ ყველაფერს. სარია ეთერში გისმენთ. გამარჯობათ, აი ახლა გისმენთ და ყური მოგარი რომ რელიგიის სწავლა ამბობს სკოლაში და ევრისგან გამიგია და ეს პოლემიკა არ ქონია და იქნება თქვენ მითხრათ, კურსულად მაინტერესებს აი სკოლებში რელიგია რანაირად უნდა ისწავლებოდეს, თქვათ, ხო არიანი ფილოსოფები ჩვენი 15%-ით რამდენიც არის მუსულმანია, ზოგი სხვა რელიგიის არის და აი დაპირისპირებას არ გამოიწვევს კლასში. მე მახსოვს ჩემო ბატონო, მე 90-იან წლებში ვსწავლობდი სკოლაში და მაშინ არსებობდა რელიგიის გაკვეთილი, რომელსაც მართლმადიდებლები ვესწრებოდით და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ერთი ბავშვი ყავდა სულ კლასში თუ პარალელურ კლასში აღარ მახსოვს, რომელიც სხვა რელიგიას ეკუთვნოდა და ის არ ესწრებოდა ამ გაკვეთილს, მაგრამ თუ ასეთი ბავშვი ბევრი იქნება, ვთქვათ, სხვა რელიგიის წარმომადგენელი, მათთვისაც იყოს რაღაც კაბინეტი, მათთვისაც იყოს ცალკე პედაგოგი, რა პრობლემაა? ხამისარებია თქვენი პასუხი, რატომაც არ უნდა დინარო ძალით უნდა ვასწავლოთ. არა, ძალით არა. ძალით არა. ძალით არა. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ ზარისთვის, ძალიან კარგი მასწავლებელი გვყავდა, ხშირად მოხავდა მას სასულიერო პირებით, ვსაუბრობდით სიყვარულზე, რელიგიაზე, ღმერთზე, პატრიარქზე და მე მახსოვს ეს რელიგიის გაკვეთილები ძალიან სასიამოვნო იყო. კი, იქაც ხდებოდა ესეთ შემთხვევები, რომ 90-იანი წლები არეული პერიოდი იყო და ბავშვების ნაწილი არ ესწრებოდა ამ გაკვეთილს და არ მიიჩნევდნენ, რომ აქ დასწრება ძალიან აუცილებელია. მაგრამ დღევანდელ დროში ეს კონტროლი სკოლებში უფრო გამარტივებულია, მანდატურები არსებობს და იძულებით კი არა, არამედ როგორც აუცილებელი და მნიშვნელოვანი საგანი, ასე უნდა ისწავლებოდეს. საგანი ცუდი სიტყვა ალბათ, სფერო. სარია ეთერში გისმენთ. აკერმანის ნამეცადინები ბავშვები. და ევროპის ფულით გაფუჭები. კარგით, რას ამობთ? ახლა 12 წლის ბავშვები რა აკერმანს საერთოდ იცნობენ და რა ევროპაზე ლაპარაკობთ? როგორ სად იცნობენ, აბა? ვინ არის არიციან ეს აკერმანი? მეც ვერ წარმომითქვამს, მე მგონი სწორად გვარი. დიახ. განაგრძეთ ქალბატონო, გისმენთ? არა, მე გაწრი მქონდა. ეთერში ხართ? გისმენთ, ეთერში ხართ, თქვით, რა გინდათ ბრძანოთ? მაგაზინსა ვარ თქო, მე აბა სხვა რაღა უნდა ვთქვა. კარგი, დიდი მადლობა, ახლა 9 წლის და 10 წლის და 13 წლის ბავშვზე რომ მადლობთ გემშვიდობებით, აკერმანის ყოფილან თურმე დატრენინგებულები. საერთოდ არ ვიცოდით, ვინ იყო ეს აკერმანი, ახლა ხანს გაჩნდა ეს სკანდალი ამერიკაში. ხო და ყველაფერს ამას აბრალებენ, ახლა ყველაფერი აკერმანის ბრალი თურმე. კარგით რა. 5-5-7 88 55 88 აკერმანი საერთოდ არც კი მართავდა ასეთ წვეულებებს და ასეთ შემთხვევებს არ ქონდა ადგილი, როდესაც 90-იანებში საქართველოში უარესები ფიქსირდებოდა და მაშინაც აკერმანი იყო დამნაშავე თუ ჩვენ თვითონ ვართ ჩვენი თავის წინაშე დამნაშავე. ზარია ეთერში გისმენთ? მოგესალმებით, გამარჯობა. და ილია შულო, ფაშისტურმა იდეოლოგიამ მთელ ევროპაში წამოყო უკვე თავი. მარტო ჩვენ ქვეყანაში არა, მთელ მსოფლიოში. მთელ ევროპაში. მაგრამ მომიწმინებელო ამ ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას რამდენი მილიონი შეეწირა. აი გეკითხები, ვიპასუხეთ 15 რესპუბლიკიდან 27 მილიონი ხო შეეწირა. და ხალხი დაუწევს იმას, რომ ფაშიზმი ისევ ამოტივდეს. ამას ხო არავინ არ დაუწევს. არ არსებობს ოჯახი ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკაში, რომ არ აყავდეთ დაღუპული ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ან პაპა, ან მამა, ან ძმა, ან შვილი და ვინ დაუშვებს ამას, რომ ფაშიზმი ამოტივდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენმა მთავრობამ უნდა მიიღოს ძალიან ფხიზლად უნდა იყოს, ძალიან ფხილად უნდა იყოს და არ უნდა დაუშვას ფაშიზმის დამკვიდრება ჩვენ ქვეყანაში. მადლობთ, დიდი მადლობა. ვიზიარებ თქვენ შეხედულებას. აზარტული თამაშები გავრცელებულია არასრულწლოვნებში, ძალიან ხშირი შემთხვევები არსებობს, მობილური ტელეფონებით და ინტერნეტის მეშვეობით ახერხებენ
წვდომა მიიღონ სხვა სრულწლოვანი მოქალაქეების დოკუმენტების გამოყენებით და მათი ავტორიზაციის გამოყენებით ამ აზარტულ თამაშებზე, შემდეგ ვალები უჩნდებათ, გახშირებულია ძარცვის ფაქტები, მაღაზიების, სუპერმარკეტების კადრებსაც ხედავთ ჩვენ პარალელურად, როგორც ერთმანეთს უპირისპირდებიან, ამის გარდა ხდება ეს ძარცვის ფაქტები და ეს ვიდეოებიც გადის საუბრის პარალელურად. დაკავებებიც ხორციელდება, უნდა ვთქვათ ეს, რომ სპეციალური სამსახური არსებობს პროკურატურაში, რომელიც არასრულწლოვნებზე მუშაობს, პოლიციასაც აქვს ასეთი დეპარტამენტი და გარკვეული რეაგირება არის, მაგრამ მხოლოდ დაჭერა და მხოლოდ ციხე ალბათ არ არის გამოსავალი. ციხიდან რომ გამოვა ეს ადამიანი 15 წლის შემდეგ, როგორი ადამიანი დაუბრუნდება საზოგადოებას, ამაზეც უნდა ვიფიქროთ, ხომ? ჩვენ ის კი არ გვინდა რომ 15 წლით, ანუ დროებით საზოგადოებას ავაცილოთ რაღაც საფრთხე და 15 წლის შემდეგ უარესი ხასიათის მქონე ადამიანი გამოვიდეს ციხიდან. არა, გვინდა რომ რაღაც გაუმჯობესდეს მისი ცხოვრებაც, ეს არასრულწლოვანს არ დაუღუპოთ და სწორ იდეოლოგიაზე და სწორ გზაზე დავაყენოთ. სავსეა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრები არასრულწლოვნებით მათ შორის. სავსეა ციხეები არასრულწლოვნებით და ახალგაზრდებით. ეს ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის და ასეთი ერისთვის. და როგორ ჩნდება ეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, ისევ ამ მარიხუანას, ამ საშინელი ფსიქიკური პრობლემების გამომწვევი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებით. ბაზარზე შემოსული იყო, ახლა არ ვიცი რა ხდება, ნარკოტიკი, რომელსაც ერთხელ თუ მოიხმარდა ადამიანი, მაშინვე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა უვითარდებოდა და ეს სფერო ცალკე კიდევ პრობლემურია. არ არსებობს ფსიქიატრიული კლინიკები, სადაც სათანადო რაოდენობა ეტევა პაციენტების. პაციენტები ბევრად მეტია და კლინიკები ცოტაა. და რა ქნას ამ გაუბედურებულმა უამრავმა ოჯახმა, ვინც ამას უძლებს და ამას უმკლავდება. და საკუთარ სახლში ყავთ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პაციენტი, რომელსაც დახმარება სჭირდება და ვერ ეხმარებიან. ან 10 დღით თუ 2 კვირით იტოვებენ კლინიკები და შემდეგ ეუბნებიან წაიყვანეთ და რაც გინდათ ისქენით. ამ სფეროს დიდი ყურადღება სჭირდება. ზარია ეთერში, გისმენთ? ეთერში ხართ, გისმენთ? გამარჯობა ბატონო. გამარჯობა. კი ბატონო, ვისაუბრებ. აი რა შეეხება დღევანდელ თემას. უსმენ. კი, გულწრფელად ლაპარაკობენ, მაგრამ მე თითქმის გაქვს გამოყალიბებული პროგრამა. ყველაფერი შედარებითია. ავიღოთ ავად სახსენებელი კომუნისტური წყობა, ავიღოთ. ჩემთვის ნამდვილად ავად სახსენებელი. ერთმან უამომასწროს კომუნისტებს. თუმცა ბავშვი საერთოდ საკითხი ქონდა უმაღლეს დონეზე. ბავშვს უნდა სიმკაცრეს არ ნიშნავს მის დაჭაგვრას. ბავშვმა თავისი ასაკის მიხედვით უნდა იცოდეს რისი უფლება აქვს. თუმცა ეს არ უნდა გულისხმობდეს ცემას, ფიზიკურ ცემას. სახალისებული ცხოვრებით. რომ მე დიახ. მე 66 ვარ და გატარებული მაქვს ყველანაირად ვიცი ბავშვი რა არის. დიახ. ყველაფრის თავისთავად ხელისუფლებაა ხო ვახსენე და ის კომუნისტები ამ საკითხში დისციპლინირებული იყვნენ ბავშვისთვის. დავახალისებ ბავშვს. ფორმით ვინც ივლის სკოლაში, ვინც ფორმით ყოველ დღე ივლის, იმას დავახალისებ შედარებით წინგაწინ მექნება პროგრამა ასე გამოწვევი, ვინც ცოტა უფორმოდ მოვა და არასწორად ჩართული, იმას არ დავასაჩუქრებ. ამას წინგაწინ გავაფრთხილებ ბავშვს. თვის ბოლოს, ამ კვირის ბოლოს ამოვიკითხავს და მიგიხდით, დიდი მადლობა, რაღაც სისტემები უნდა ნაკლებსაც უკარს მეორეს ძვირფასსაც უკარს. კარგით, მადლობა, გავიგეთ, სისტემა უნდა შემუშავდეს. კი, გეთანხმებით ამაში და ეს დისციპლინა და სიმკაცრე არც ერთ შემთხვევაში ფიზიკურ რაც შეეხებას არ უნდა გულისხმობდეს ბავშვისთვის. ეს საბჭოთა კავშირის დროს რაღაც პერიოდში ძალიან გავრცელებული იყო და 90-იანებშიც ბავშვების ცემა ისეთ სასტიკი ფორმებით სკოლებში მასწავლებლების მიერ. მერე ეს ბავშვები რომ იზრდებოდნენ, რა თვითონაც ბუნებრივად მიაჩნდათ ალბათ ეს ყველაფერი და სხვებზეც ზალადობდნენ თავიანთ შვილებზე. არ ვიცი ეს ასე იყო თუ არა და ასე არის თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა მივიღეთ ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც ზალადობა, დანაშაული და ფაშისტური იდეოლოგია
გახშირებულია არასრულწლოვნებში. გამოსავალს რა შეხედავთ და პრობლემის სათავეს? გისმენთ? ცოტა გვიერი შემოგიერთეთ, მაგრამ ვიცი რადგან მინის ახლა ლაპარაკი. ახლა იმ დაწყებილ კომუნისტებს რაც კარგი ქონდა ვერ წაახვდნენ. სტიპენდიას გვაძლევდა, ხო? 500 სტიპენდიას ვერებდი. ახლა ბავშვები 10-დან იქიან შობლები ქუს და წერა კითხვა არ იციან. წერა კითხვა დაავიწყდათ ბავშვებს სკოლაში. კითხვა არ იციან, ვერ კითხულობენ. ამნაირი ბავშვიდან რას მოელი? პირველი აუცილებლად უნდა აიკრძალოს მობილურების დარება. ბავშვი 24 საათი მობილურშია ჩამძვალი. დღე ღამეთაა გადაქცეული, ღამე დღეთაა გადაქცეული. რეჟიმი არა აქვს ბავშვებს. ეხლა მაინტერესებს, ამ ბავშვების მშობლები, დედა, მამა სად არის? აი არანაირის საქმე, ხო? გადაშარელი პედაგოგი მოკლეს. ვინ მოკლა? შიქიკა დაღწეულმა ბავშვებმა. აი ერთადერთი განათლების მიხედვა რა. ბავშვები უნდა ჩასვან ფორმაში. დადის ბავშვი 3000 ლარიანი მობილური, 2000 ლარიანი მობილური. ამ დროს გაქცეული წასული კი არა, ერთი ისრაელში, მეორე ამერიკაში, ესენი პატრონები დაკარინები აქვს. დედამ რა უნდა ქნას, დედამ რა უნდა ქნას. აი ეს არის პრობლემა. მადლობთ ქალბატონო, გეთანხმებით, რომ კონტროლი უნდა გამკაცრდეს, მობილური ტელეფონის შეტანა საკლასო ოთახებში, როგორც მე ვიცი, აკრძალა ხელისუფლებამ და ეს ძალიან კარგია სხვათა შორის და ამას მივესალმები და სწორედ ამით დავიწყეთ ჩვენ გადაცემა, რომ როგორია დღეს სკოლებში განათლების ხარისხი, ამ კითხვასაც ვსვამთ და რა არის გასაუმჯობესებელი და რა არის შესაძლებელი. რომ თავიდან ავირიდოთ მომავალში ასეთი ფაქტები. ცოტა არ არის დამეთანხმებით, აი რამდენიმე დღის წინ 13 არასრულწლოვანი დააკავეს სწორედ ამ ფაშისტური დაჯგუფების წევრობისთვის, ზალადობისთვის, ქურდობისთვის და ასე შემდეგ. აი ბავშვები არიან შესული მაღაზიას ძარცვავენ ამ კადრებში. კიდევ ეს სულ სხვა ფაქტია. ამას დამატებული 16 პირი დააკავეს 2 თვის წინ, ისინიც ასეთივე დანაშაულში არიან გახვეული. საიდან მოდის ეს პრობლემა, რაში ხედავთ გამოსავალს, როდესაც ასეთი ძალადობის ფაქტები ხდება არასრულწლოვნებში? ალბათ სკოლა არის ერთ-ერთი სათავე, სახელმწიფოს რეაგირება. ჩვენ გვიყვებიან ხოლმე ობიექტივში წერილებიც მოდის, ისეც მოდიან ჩვენი მაყურებლები და იყო შემთხვევები, როდესაც პოლიცია გამოვიძახეთ არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო. და პოლიციამ გვითხრა რომ რა ვქნათ ბატონო ჩვენ კანონი ძალიან მსუბუქია მათთან მიმართებაშიო და ვერაფერს ვერ გავაკეთებთო. ხდება თუ არა სათანადო რეაგირება, ამასაც ვამატებ ერთ-ერთ კითხვას, რადგან ასეთი ფაქტების შესახებ ვგებულობთ. ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა, ეთერში ხართ, გისმენთ? ბატონო, ახლა მე მოვისმინე აქ კომუნისტური დროის რაღაცები, მაგრამ არ არის სწორი ეს, რასაც ის ბატონი ბრძანებს. ორმა უნდა იყოს სავალდებულო. ბავშვი აღარ ჩაგრება მაგ დროს. ზოგს მილიონები აქვს, ზოგს არა. ყველას თანაბრად რო ეცდება, აღარ დაიჩაგრება. მეც ვიზიარებ ამას, გეთანხმებით. კომუნისტების დროს პოლიციის თანამშრომელი მოდიოდა სკოლაში, წელში ორჯერ მაინც აგიტაცია ტარდებოდა, გვესაუბრებოდნენ და არსებობდა ბავშვთა ოთახი. მილიციაში ბავშვთა ოთახი. იყვნენ რაზმელები, სამკლაურები ჰქონდათ და საღამოს 7-8 საათის მერე თუ ბავშვი გარეთ იყო, სადგურზე, ავტოსადგურზე სადღაც. შემოდა მაგათი შემოწება, რა იყო აქ? ცუდი რა იყო? მარც არაფერი. და თქვია ფაშისტი. რას ქვია ფაშისტური დაჯგუფება? მაგათ უნდა ძალიან დიდი სიმწარწრე. მეორე კიდევ რელიგია რატო არ მაისწავლებოდეს? რას ხადაგებს რელიგია სკოლაში? ეს იყო ასე. მაგრამ თუ მიიღეს კანონი იმის შესახებ, რომ მობილური არ შეიტანონ, აი ყაზახეთის პრეზიდენტი იყო ნაზარბაევი. აკრძალა და სწორად აკრძალა, მაგრამ ეგრე არა ცოტა სიმკაცრე უნდათ მაგას. რას უყურებ კაცო ის ბავშვები
ამ ხდრები არიან უკვე ვისაც და რაღაცა იმათ ფსიქიკა უკვე აღარ ვარ საშინელებას უყურებ როგორ უნდა იყოს დაწეული ადამიანი მადლობთ ჩადაკავს ეს პატრონები სად არის აქ არ ვიცი ხელისუფლებასაც უჭირთ რაღაცა დიდი მადლობა ვასრულებთ გადაცემას ზოგიერთი მშობელი თავად არის ახსაზრდელი და მას ვერაფერს ვერ მოვთხოვთ ამიტომ სახელმწიფომ უნდა გაასმაგოს ყურადღება მათ შორის განათლების სისტემაში გაატაროს გარკვეული ცვლილებები. ჩვენ მხოლოდ დაინტერესებული არ უნდა ვიყოთ იმით, რომ დავაკავოთ ასეთი ახალგაზრდები, ბავშვები, 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯოთ და შემდეგ რას მივიღებთ ისინი, რომ 15 წელიწადში გამოვლენ ციხიდან. უკეთეს ახალგაზრდას მივიღებთ თუ უარეს. ამიტომ პრევენციული ზომების გატარებაა საჭირო. პროპაგანდაა საჭირო, იდეოლოგიაა სწორი, წასამართი, რელიგიის ჩვენი ეკლესიის მონაწილეობა ამ ყველაფერში საჭირო და სხვა მრავალი. მე არ ვარ ამ სფეროს სპეციალისტი და სპეციალისტებმა უნდა გააკეთონ ეს რა თქმა უნდა. ჩვენ გვყავს აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი არასრულწლოვნების, ჩვენი სტუდენტების, ჩვენი ახალგაზრდების წესიერი, სამაგალითო და კარგი. მაგრამ სამწუხაროდ პრობლემური შემთხვევებიც ფიქსირდება და საკმაოდ მრავლად და აქედან გამომდინარე საჭიროა რეაგირება. დიდი მადლობა, ვინც გვისმენდით, გვიყურებდით და დაგვირეკეთ. ილია ჩაჩიბაია უძღვებოდი დღევანდელ ინტერაქტივს. ნახვამდის.